დაცული ტერიტორიების პოპულარიზაციისთვის გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია სხვადასხვა პროექტს განახორციელებს. 5 დაცულ ტერიტორიაზე 9 ახალ ტურისტულ პროდუქტს განავითარებენ. პროექტებზე დღეს სააგენტოს ხელმძღვანელმა და ექსპერტებმა იმსჯელეს. მნიშვნელოვანი ნაბიჯი, ვინაიდან როგორც ბოლო სტატისტიკა გვაჩვენებს, ჩვენთან ტურიზმი საკმაოდ სწრაფი ტემპებით იზრდება და პირდაპირ ვიტყვი, რომ მაგალითად დაცული ტერიტორიის ერთ-ერთი ობიექტი პრომეთეს ზღვიმე უკვე პირველ ადგილზე არის შემოსავლების მხრივ ყველა იმ ადგილს შორისაც საქართველოსშია და დღის წესრიგში დგება ახალი პროდუქტების შემოტანის და დივერსიფიკაციის საკითხი. ეს პროექტი დაცული ტერიტორიების განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ბოლო პერიოდში საქართველოს 5 დაცულ ტერიტორიაზე ბევრი საინტერესო პროექტი განახორციელებთ. პროგრამა 2 სფეროს მოიცავს. ერთი მათგანი დაცული ტერიტორიების მართვის საკითხში ადგილობრივების ჩართვას და ტურისტული ორგანიზაციების ინფორმირებას გულისხმობს. მეორე კი საქართველოს დაცული ტერიტორიების მარკეტინგსა და კავკასიასა და ევროპაში მათ პრომოუშენს მოიცავს.